ჩაკუჩი, ყველა გავგიშდით. საიდან წამოვიდა ჩაკუჩის თემა? მე პლაკატით რუსთაველზე მიშას გაუმოჯო. ერთი თვე მე ვიყავი ჩუმად. და ვერ მოისვენა. მე თუ ცივი იარაღით ავედი, ის ცოცხალი როგორ არის. რამდენი ხნის შემდეგ დაშორდეთ შენ და შენი მეუღლე? მიყვარს სამაგიერის გადახდა. კაცი არ მყავს. რა უბედურებაა. მგონი კაცი საერთოდ არ გჭირდება გვერდი. სალომე გუშინ მეგობარი მეკითხება ვისთან გაქვს ჩაწერაო და უთხარი სალომე გოგიაშვილთან და პირველი რაც მითხრა ვახ სასწაულ ფორმაშიაო როგორც 4 შვილის დედაო ძალიან დიდი მადლობა შენ მეგობარს აქედან უღრმესი მადლობა ვიფიქრე რომ იდეალური დაწყება იქნება თუ კი შვილს შევეხები და ციტირებას გავაკეთებ მაშოსი ერთ-ერთ გადაცემაში თქვი რომ მაშო მეუბნება რომ დასერიოზულდე უფრო კარგი იქნებაო. როგორ გამოიყურება არასერიოზული სალომე გოგიაშვილი? აი ეგ არ მეღირსა ხო იცი კამერასთან არასდროს რომ ვიყო არასერიოზული, იმიტომ რომ არაერთხელ მაქვს ნათქვამი ოჯახში ვარ ისეთში გაზრდილი, სადაც თავიდანვე აი მართლა დაბადებიდან მასწავლიდნენ რომ უფროსი რო შემოვა აუცილებლად ნადგე მიესალმო ზურგით არ შეიძლება ანუ ჩვეულებრივ რაღაც მომენტებს რაც აუცილებელია ადამიანისთვის. ეს იმდენად გამჯდარი მაქვს რომ მათი სიტყვა, ჩემი მშობლების სიტყვა იყო ყოველთვის ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელი და შესაბამისად მე უცბად რომ დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, ყოველთვის ყველა გადაცემა სადაც არ უნდა ყოფილიყავი, მე ნუ აი ძალიან მოკლე არ ჩაიცვი, იმიტომ რომ არ შეიძლება ისე არ ელაპარაკო, ეს არ წამოგცეს და ისეთი მოჭიმული ვიყავი ყველა გადაცემაში, რომ აი ეს ჩემი მხიარული მხარე რაც უყვართ ჩემს მეგობრებს, დავტოვე მეგობრებთან და სახლში და გადაცემაში ყოველთვის ძალიან ისე ვარ რა, ცოტა დაძაბული. მე ისე მოხდა რომ ისეთი გადაცემები, ისეთი ფორმატის გადაცემები მიმყავდა, რომ იქ ჩემი არასერიოზულობა არც საინტერესო იყო და არც საჭირო არ იყო. ამიტომ იქაც რაღაცა სერიოზული ვიყავი და ისე დავბერდი რომ დავრჩი სერიოზული ამ დროს არა. რატომ TikTok პერიოდი რო ქონდა TikTok-ის შენი გამოსვლები, სამხატურო. ნუ ეს იყო პანდემიის პერიოდი იყო, როდესაც ყველა გავგიჟდით მე მგონი. რევს ვაკეთებდით და რევს ჩავდიოდით, არ ვიცი და ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი აი რომ მივხვდი რომ სახლიდან ვერ გავდივარ, აი ვიფიქრე რა შეიძლება გავაკეთო და ერთ-ერთი წამახალისებელი იყო იმ პერიოდში და არ დამავიწყდება რაღაც მომენტი ხო დაუშვეს გარეთ გასვლის საშუალება ქონდა და რო გავდიოდი ვიღაცები ხელს მიგდებდა რომ მადლობა ეს ანუ ძალიან მოწონდა და ხალისობდნენ და ნუ რომ მორჩა ეს ყველაფერი მე რომ მეკითხებდნენ რატო აღარ აგზელებ ნუ ხა სიგიჟია ხო ამ ხელაქალი და მე კიდე TikTok-ში ძალიან ამეტანი იქნებოდა და ამიტომ რაღაც პერიოდი მგონი არა რაღაცა მე მგონია რომ ყველა ასაკს აქვს თავისი ზღვარი რაღაც ასაკში კარგია, რაღაც ასაკის მერე უკვე აი ცოტა ინფლუენსერობაც არ მომწონს გარკვეულ ასაკში რა. რა ვიცი. ეხლა ჩემი ის არის რა ქვია. არ გაბრაზდეს არავინ, ეს უბრალოდ ჩემი ხედვა ასეთი რომ რაღაც ასაკს უხდება. რაღაც ასაკის მერე უფრო სიმშვიდე, უფრო კარგია ალბათ. დღეს ბევრი შენი ციტირება მომიწევს, რადგან მინდა სხვადასხვა და ბევრ თემას შევეხოთ და პირველი რაც არის, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ღირსი ვარ. შეგიძლია ახსნა კონკრეტული მაგალითი, რა დაიმსახურე? ესე შეიძლება არაფერიც არ დამიმსახურებია, რის გამოთაც გული მეტკინა. უბრალოდ ნახე რატო ვთქვი ასეთი რამ. როდესაც რაღაცას აკეთებ, გარკვეულწილად შენ შედეგიც იცი, მაგრამ მიდიხარ ამაზე. შესაბამისად, თუ არ გაქვს იმის საშუალება, რომ მერე უკვე დამდგარი შედეგი, რაც შენთვის არასასიამოვნო იქნება, როგორ გითხრა, ღირსეულად გადაიტანო და გადალახო, მაშინ არ უნდა გააკეთო. აი მერე წუწუნს უკვე, აი მერე წუწუნი უკვე აღარ მომწონს. ამიტომ თუ აი დღევანდელი სიტუაცია, ჩემი თუნდაც ოჯახური სიტუაცია, რაც დადგა შედეგი. მე ვერ გეტყვი რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა, ხო? რაღაცა წინა პერიოდი ხო ყველაფერს აქვს. იქ ერთი პრობლემა იყო, იქ მეორე პრობლემა იყო, ერთხელ ვიწუწუნე, ორჯერ
ბევრჯერ მithქვამს, რომ აღარ მინდა ამაში ყოფნა. ბევრჯერ მინდოდა ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა, მაგრამ არ ვქენი. ხო და აი საბოლოო შედეგი მივიღე ეს. ეს რო თავიდანვე მე სხვანაირად გადამეწყვიტა და სხვა დროს უხეშად რო ვთქვა, წამოვსულიყავი. შეიძლება აქამდე არ მივსულიყავი და ამდენი არ მენერვიულა. ამიტომ ღირსი ვარ. როდესაც საჭირო იყო, მაშინ უნდა წამოვსულიყავი და აქამდე არ მივიდოდა ეს ყველაფერი. აი მარტივ მაგალითს ვთქვა. ბევრჯერ იყო საჭირო. ძალიან ბევრჯერ. რამე მტკივნეულად. კი, ძალიან ბევრი მახსენდება, ძირთად ეგ მახსენდება ხოლმე ეხა სულ, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ეხლა ამ წუთას, რომ ჩემი შვილები ძალიან კარგად არიან, უყვართ ორივე, დედაც და მამაც და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, თორე იცი რა, მე რო ეხლა დავჯდე და ვისაუბრო იმაზე, რა მეტკინა, როგორ მეტკინა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემ შვილებზე ნეგატიურად იმოქმედებს რა. ნუ ბოლო-ბოლო რო გაიზრდება, მეტყვის რომ კი, მაგრამ ამდენი ხანი თუ ცუდად იყავი, წამოსულიყავი გენეცვალე და შენც კარგად იქნებოდა ისიც. ანუ ეხლა ამაზე ლაპარაკი და როგორ გითხრა, შეზიზღება ან მამის ან დედის არასწორია. მე ესე მგონია. ამიტომ რახან ვითმენდი, ბოლომდე უნდა მოითმინო მაშინ. თუ არ ითმენ, მაშინ ადექი და წამოდი და აი ხა წუწუნი რო ეს რა დამემართა, საბოლოო ჯამში ესე თუ არა სხვანაირად მაინც დამემართებოდა და აი მარტივად ვამბობ, ეხა ეს კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, თორე ბევრია ალბათ ეგეთი რაღაცა ჩემ ცხოვრებაში და მაგიტომაც ვთქვი, რომ ალბათ თქო, რაც არასასურველი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ნუ ეხლა რა თქმა უნდა არ ვლაპარაკობ ისეთ შემთხვევებზე, რომ თქვათ მეგობრის დაკარგვა, ოღონდ დაკარგვას გულისხმობ სიკვდილს. თუ კი რამე მოხდა, გარკვეულწილად ყოველთვის პირველი ჩემ საკუთარ თავში ვეძებ იმ არასწორ ნაბიჯებს, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი. ამიტომ შეიძლება მკაცრად, მაგრამ ყოველთვის ჩემი თავიდან ვიწყებ და მე უკვე სხვა ადამიანში ვეძებ პრობლემას. რომელია ყველაზე გავრცელებული და ცდარი წარმოდგენა შენზე? ცდარი წარმოდგენა ჩემზე? აი მე არ ვიცი. არ მიფიქრია მაგაზე სიმართლე რო გითხრა. აი რომელიც ხშირად გესმის მაგალითად. რამე, იცი ხშირად საკუთარ თავზე არ მესმის, იმიტომ როგორც ყოველთვის ან ზურგს უკან ლაპარაკობენ, ან პირდაპირ პირში გეუბნებიან, მაგრამ აი არ ვიცი, მცდარი წარმოდგენა რა არის ნეტად მცდარი წარმოდგენა. ამაზე ვიფიქრებ და გადაცემის ბოლოს მე იქნებ მოვიფიქრო. უფრო კარგად წარმოვადგენ რაღაცებს, ვიდრე არის და არიან. კი. მაინტერესებს, როგორ წარმოიდგენ იდეალურ მეგობარს. როგორია ის? იდეალური მეგობრები არიან, აი ახლა ვინც მყავს მეგობრები. ბევრი არ არის, იმიტომ რომ წლებთან ერთად მივხვდი, რომ რაოდენობაში არ მოდის ხარისხი და ურთიერთობა. მოდის ერთგულებაში, სიყვარულში, ოღონდ ნამდვილ სიყვარულში. და ხო, ძირითადად ალბათ ერთგულებას ჩემთვის ყველაზე მეტად ფასი აქვს. იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენი წლისაც ვარ, შემიძლია აი იმდენი წელი გადავხედო ჩემ ცხოვრებას და ვერცერთ წელს ვერ ნახავ, რომ მე მეგობრისთვის მეღალატოს. ეგეთი რამე არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. აი ყველაფერზე შემიძლია წავიდე, ოღონდ ჩემი მეგობარი იყოს კომფორტულად, იყოს კარგად, აი ბევრ რამეს მოვიკლებ ჩემთვის, ოღონდ ჩემ მეგობარს არ მოვაკლებ. ამას არ ვიცი ეს რისი ბრალია, შეიძლება იმისი, რომ და ძმა არ მყავს და აი ამის კომპენსირებას ვაკეთებ მეგობრებში. ანუ სულ მინდა რომ ვიღაცა ჩემი იყოს და ჩემს გვერდით იყოს და მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნი. ნუ კომფორტის შექმნას რას გულისხმობ? ჩემგან არის უდიდესი სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება, გვერდში დგომა, ნუ რაც შემიძლია ყველაფერი. ამიტომ ანალოგიურად ვითხოვ, არ არის ის რომ ეხლა მე ხო არაფერს არ ვთხოვ ერთგულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მშვიდად უნდა დავიცინოთ და ვიცოდე, რომ მე თუ ხვალ გამიჭირდება, ოღონდ გაჭირებას გულისხმობ ფსიქოლოგიურად თუნდაც, რომ ჩემი მეგობარი ჩემზე მაგრა დადგება, ჩემ მაგივრად, იმიტომ რომ მე ამას ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებ. ძალიან ბევრი გულისწყენა მქონია მეგობრებისგან, იმიტომ რომ რამდენადაც ბევრს ვსდებ, მით უფრო
სადღაც ირევი ცხოვრებაში და ბევრ შეცდომას უშვებ არჩევანთან დაკავშირებით რა. ბევრი არასწორი მეგობარი ამირჩევია და სხვათა შორის სანამ მოვიდოდი, გზაში საუბრობდი ამ თემაზე, რომ ერთ-ერთი ჩემი მეგობარი გავიხსენი და კითხვას ვსვავდი, რომ რატო გამიკეთა თქვა, ანუ აი მართლა დღემდე პასუხს ვერ ვპოვებ. ნუ ამაზე არ ვისაუბრებ. არასწორად მოიქცა. და იცი აი პასუხი არ გვაქვს არავის. აი ესე ვაკეთებთ ყველა. არ ვიცით. არ ვიცი ალბათ არ მომწონს ის მიდგომა რომ ამბობენ რომ არ შეიძლება ყველას გადაყვე თავზე. ნუ როგორ უნდა ავარჩიო ხა ადამიანი ხა შენ არ გადაყვე და მე გვერდზე ვიღაცა გავიცნო იმას ეგრე ხო არ გამოდის. ეგ არ არის სწორი ცხოვრება ჩემთვის. ამიტომ მე მაქსიმალურად ვიხარჯები და ვინც სწორია და ვინც ერთგულია ის კი დამრჩა და დღემდე არიან ჩემთან ერთად და თუ კი მკითხავენ რა არის შენთვის სწორი ადამიანი და სწორი მეგობარი არიან ჩემი მეგობრები რომლებიც დღეს ჩემთან ერთად არიან და მარტივია იმ ადამიანების ნახვა იმიტომ რომ სოციალურ ქსელშიც თუ სადმე თუ არ სულ ისინი არიან ჩემს გვერდით. არსებობს ისეთი ადამიანი რომელიც ადრე იყო შენი მეგობარი ახლა დაკარგებ თქვა ხო აღარ გაქვთ კომუნიკაცია და გენატრება. არა. მე ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს მაგხრი მორიელი ვარ მე თუ დავკარგე დამთავრდა. ოღონდ ვკარგავ ძალიან რთულად. რთულად რას გულისხმობ? ერთხელ გაგიტარებ ორჯერ, საერთოდ ურთიერთობას რო ვიწყებ, აუცილებლად ავტომატურად მე შენ გაჩვენებ ჩემ ხასიათს. ყველაფრის უფლებას მოგცემ, ოღონდ რაღაცა ზღვარი არსებობს ჩემთან, იმ ზღვარს აღარ უნდა გადააბიჯო. ნუ მარტე ხა ძალიან ისე უხეშად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ იდეაში ეგრეა. და ეს ზღვარი რა არის, იცი? ღალატია ეს ზღვარი. არ უნდა მიღალატო. ძალიან მარტივია ჩემთან ურთიერთობა ამ დროს. აი როგორც კი მიღალატებ, სახეზეც ვერ ვიხსენებ. ეს ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი, რომ ნეტა რას ნიშნავს თქო, ეთყობა ტვინი როგორ მაქვს ნახე, მე თვითონ ისე მოვმართე ტვინი, რომ ძალიან მაგრად რო ვინერვიულებ, ვიღაცა რო ისე მაწყენინებს, რომ აი ჭკუიდან გადავიდა, სახეზე კი ვერ ვიხსენებ. ანუ უცბად რომ მკითხო, ვერ გეტყვი, ანუ როგორია. აი აბსოლუტურად სრული დაბინდება მემართება გონების და ანუ როგორ ვივიწყებ ხვდები, ხო? ხო და ამიტომ აი თუ ადამიანმა მაქამდე მიმიყვანა, რომ მე შენ დაგივიწყე, ეხა იქ რა მონატრებაზე ელაპარაკი, არასდროს არ ვნანობ და არასდროს არ მენატრება. ძალიან კარგია და მარტივი ხრიკია, ხო, რაღაც დაგავიწყდა და всё აღარ არსებობს შენ ცხოვრებაში. ხო, ნუ ნაკლებად ნერვიულობ მე. 2025 წლის აგვისტოში, რაც დატრიალდა რა დატრიალდა ნეტა რაც დატრიალდა შენს გარშემო, ანუ აი არ ვიცი ისეთი ადამიანი, რომელიც არ განიხილავდა ამას, ან არ აზიარებდა სოციალურ ქსელებში საკუთარ აზრს. სანამ რომელი უფრო დომინირებდა აზრი, ანუ მხარე რომელი იყო? რას გულისხმობ? ანუ შეიძლება გავაზიარო და ვთქვა, რომ ღირსია ეს გოგო, ან ეს რა დაემართა, ან ეს რა მოხდა და უბრალოდ გააზიარო, აი მე გვაინტერესებს. სიმართლე გითხრა, ასეთი რადიკალური აზრი არ არსებობდა. უფრო რაღაც იუმორით უყურებდა მას და რაღაც სიცილით ხალხი ვიტყვის შემდეგ რატომ მივალ იმ თემამდე და ისანამ ზოგადად მაგ თემას შევეხებით, მაინტერესებს შენი აზრი, რატომ აიტაცა საზოგადოებამ ასე მასშტაბურად ეს ამბავი შენი აზრით? ვინც გააზიარა ეს ყველაფერი, იდეაც ეგ იყო მისთვის, მას უნდა და პოპულარობა. და ჩემ ხარჯზე გადაწყვიტა, რომ ამ პოპულარობისთვის მიეღწია თან დამატებით ბონუსად უნდა და რომ ეს ყველაფერი გადაეფარა იმით, რომ მე ვიყავი დამნაშავე, რომ მე ჩავიდინე რაღაცა კრიმინალი, იქ არ ვიცი რაღაცები ედო ხა ბუნდოვნად კიდე გეუბნებ, ხო ხედავ დაბინდება მაგონები. შეგახსენებ. ხო, აი ყველაფერი ერთად, უბრალოდ არასწორი პიარ ის ყავდა, რა ქვია მაგას? გუნდი, პიარ გუნდი ყავდა, ხო, გუნდი არ ეყოლებოდა, იმიტომ რომ ზოგადად გუნდი არ ყავს არავინ. უბრალოდ არასწორად, ეთქვა ძალიან ემოციებში იყო და ძალიან უნდოდა ეს ყველაფერი და არასწორად გათვალა, იმიტომ რომ მრავალჯერ გავაფრთხილე მე ის, რომ როდესაც შევესწარი ამ ფაქტს, მე უთხარი იქვე, რომ მე არ ვარ შენ
მე ამის არც გაზიარებას ვაპირებ, არც დადებას ვაპირებ, არც ხმამაღლა საუბარს ვაპირებ, თორემ ჩემთვის სირცხვილი იყო. მისთვის არ არის ეს სირცხვილი, მისთვის ეს ჩვეულებრივი ერთ-ერთი დღე იყო. მე როგორც გაირკვა მისმა მეგობრებმა როგორც მომიყვეს, ჩვეულებრივი ამბავია ეს მისთვის და ჩემთვის ეს არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. მე რეალურად ძალიან ვინერვიულე. ამიტომ მე როგორც შევესწარი ამ ფაქტს, იქ დამთავრდა ის ყველაფერი ჩემთვის და მე გავჩერდი. ერთი თვე მე ვიყავი ჩუმად. და ვერ მოისვენა. ანუ თან ცოტა პოპულარობა უნდა და თან გაპიარება უნდა და ამ თემის. თან იფიქრა, რომ ალბათ თუ გავახმაურებ, უფრო მოვკაჩავ რაღაცებს ჩემსკენ. და ნუ მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაცა ალბათ ქვეტექსტი ქონდა. რასაც მე ვერ ვეწევი, იმიტომ რომ თუ არ ხარ ეგეთი, შესაბამისად გიჭირს, ხო, რაღაცებს დაეწიო. და მაქსიმალურად შეეცადა, რომ ეს გამხდარიყო, აი, რაღაცა ბომბი გაისროლა. მე ნახე რა არის ადამიანებს უყვართ სეირის ყურება. იქ არ ფიქრობენ ამ სეირის უკან შვილი ყავს, დედა ყავს, ვიღაცა უფრო იმეტად ინერვიულებს, ვიღაცა უფრო ნაკლებად. იქ თემა იყო ის, რომ მე ვითომ რაღაცა იარაღით ხელში ავედი და ურტყი. ეხა ნორმალურ ადამიანს აი ამ ინფორმაციას რო წაიკითხავ, სანამ იცინებ ან არ იცინებ, ცოტა ხო უნდა იფიქრო, მე თუ ცივი იარაღით ავედი, ის ცოცხალი როგორ არის? ანუ დარტყმის ხარისხსაც ხო აი რაღაცა მივედით ცოტა დაგარტყი თავში თუ როგორ ხდება მაგის გაკონტროლება მაშინ როდესაც შენ საკუთარ ქმარს შეუსწრებ რაღაცა ცუდ ინციდენტის დროს როგორ ფიქრობ ეხლა მე დავიწყებდი ფიქრს ცოტა ჩამერტყა თუ მაგრად ხო ეს ხო აბსურდია ამაზე უფრო ატყდა მივხვდი რაღაცა ზოგმა იცინა ზოგმა არ იცინა მაგრამ სიცილი კარგია იმიტომ რომ ესე იგი მათ სერიოზულად არ მიუღიათ და ეგ ჩემთვის ძალიან კარგია მაგრამ თავარი ის რომ გათვალა რომ ჩვენ ცხოვრობ თბილისში ყველამ ერთმანეთზე ვიცით ყველაფერი ნუ როგორ გითხრა ხა 100%-დან 10% მაინც ხომ იცნობს იმ 10%-მა ხო ზუსტად იცის ჩემი მეგობრობის ხარისხით ჩემი ურთიერთობა ჩემი ადამიანობის რაღაცა აი ეს ნიუანსები ხო იცის ნუ სასაცილო იყო ეს ყველაფერი და თვითონვე დაიმარხა თავი სალომე საიდან წამოვიდა ჩაქუჩის თემა არ ვიცი ესეთ ჭორის დონეზე ვიცი რომ რო კითხეს მე თვითონ რო კითხეს რომ იმარა ჩაქუჩი თუ თავში ჩაგარტყავა მე დღეს კაფეში როგორი ჯექიო ანუ ხო აბსურდია არა ის ჩაქუჩი არ ქონდაო მოტანილიო ჩვენ რო ვიცით ჩაქუჩი პატარა მოქონდა მოტანილიო და პატარა ჩაქუჩი არ ვიცი როგორია ხალხთან მართლა არ ვიცი სათამაშო ჩაქუჩი ალბათ რაღაცა ისეთი რო იყიდება კომპლექტები ხო იცი აი რაღაცა ხერხი ჩაქუჩი ბავშვების ალბათ ის ქონდა ატანილი არ ვიცი გულწრფელად ვერ ვიგებ. ხა ხერხი ალბათ იფიქრა, ხერხი ძალიან ფანტასტიკის სფეროა. ჩაქუჩი უფრო ისეთია რა. იარაღს ახლა ვერ დამაბრალებდა, მიხვდი? იარაღიც ძალიან ძიმეა ალბათ და ჩაქუჩი უფრო. ხო, ჩაქუჩიც და ხო სხვათა შორის მაგ ყველაფრის მერე დამიკავშირდა ერთი კომპანია და ყიდდა აი რაღაცა ხელსაწყოებს და მითხრა თქვენი იმის მერე მე გაყიდვები მქონდა. ანუ ეს თვითონ ჩვენ გადავრჩით თუ არ გადავრჩით არ ვიცი როგორ საბედნიეროდ სალომე რომელიც შეიძლება და ყოფილიყო ჩაქუჩების ამბასადორი თუ რა აუ იცი როგორ არ არის გვიან აუ სხვათა შორის შეგვიძლია რამე ბიზნესი წამოვიწყოთ კი იცი რამდენი მაგ ოღონ მართლა ჩაქუჩი ყველა ჩემი მეგობარი არა ოღონ ნამდვილი ჩაქუჩი კი არა ზოგი აქსესუარი სადაც მიდიან ზოგს საყურე ჩამოაქვს ზოგს რაღაცა გულსაკიდი იცი რამდენი რაღაცა მაგ ჩაკ და გუშინ სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიცნე მითო და გადაღება მაგრამ მეთქი სახლში რემონტი გავაკეთე და რაღაცა დასაჭედებელი მქონდა და ბავშვებს ჩაქუჩი არაგვე რაღაცა ჩემაშვილმა გამოიხედა და აი რა არისო ხო ჩაქუჩი რო შენ სახში არ გიქნება რა სირცხვილია თქვი მართლა არ მაქვს სახში ჩაქუჩი არა მაქვს ერთი მქონდა და ისიც მეგობრებო კომპანია ვისაც აქვს ჩაქუჩები ძალიან სასაჭიროება ჩაქუჩი აღარ ინიციალებით რა თუ შეიძლება სირცხვილი ახსენე ეს ჩემთვის სირცხვილიაო როგორი სირცხვილი იყო რომ ის რომ ქმარმა გიღალატა თუ რომ აი მეგობარი აღმოჩნდა ის ადამიანად რომელმაც ეს გაგიკეთა სირცხვილი ზოგადად სირცხვილი აი რა არიცი როდესაც ყავს 23 წლის 18 წლის და 12 წლის და 10 წლის 4 შვილი რო ყავს უკვე ზრდასრული რომლებიც საღათაზროვნებენ რომლებისთვისაც мама
ოჯახში мама, დედა, როდესაც მათ ჯანსაღ გარემოში უწევთ აღზრდა და უცბად აი ვიღაცა ქალი, რომელიც რამოდენიმეჯერ შენ ოჯახში გაიელვებს, ის აღმოჩნდება ქალი, რომელიც გართმევს მამას, ოჯახს და ცდილობს, რომ სახლიდან რამენერად გაგაგდოს. ეს ჩემთვის სირცხვილია. ის რომ ზრდასრული კაცი ვერ გააკონტროლებს შენ მოთხოვნილებებს, ჩემთვის სირცხვილია. ის რომ მე არასწორად შემოუშვი ადამიანის სახლში და ჩემი ოჯახი დავაყენე რისკის ქვეშ, ეს არის ჩემთვის სირცხვილი. ზოგადად როგორ გითხრა, არ გამოვირჩევი სინაზით და არ ვარ აი გოგო, რომელსაც არაფერი არ შეუძლია. მე როგორ გითხრა, ხა მშენებლობაზეც სწავალ და ვიმუშავ. ანუ ტიპაჟი ვარ, რომელსაც არაფრის არ მეშინია ზოგადად. კი, მაგრამ ვარ ეგეთი. მე მივედი მანდ, რომ ჩემი თვალით მენახა ის, რასაც ვისმენდი და რასაც ვუყურებდი სახლში. აი რომ მივედი იქ დამემართა რა იცი, აი პირველად ჩემ ცხოვრებაში ვერ გძნობდი ხელებს. მე და შენ გადაცემამდე საუბრობდით რა პანიკურ ატაკებზე და რო იწყება პანიკური ატაკა და აი ხელები რო გეყინება და ფეხებს რო ვერ გძნობ, პირველად ვიგრძენი. ამ დროს მეგობარს რო ეთხოვა რომ აი რაღაცა მსგავსია და წამომყევი, იქ შეიძლება და მართლა ერთმანეთს შემეჭამა ის ადამიანი, მაგრამ აი პირველად მივხვდი რომ ვერ ვაზროვნებ, ისე ცუდად გავხდი ხელებს და ფეხებს ვერ გძნობდი. ნუ აი ვიყავი ძალიან საწყალი იქ რო შეგეხედა ჩემთვის. შესაბამისად ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სირცხვილი იყო. მე მინდოდა რომ იქ რაც მე ვნახე და რასაც შევესწარი და რაც ვისმინე იქ, ის მინდოდა რომ იქვე დამთავრებულიყო. ამიტომ მივედი, გავიგე, დავინახე, მოვისმინე, ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი. იქ დავამთავრე. როდის მივხვდი რომ რაღაც ხდება და უნდა დაიწყო ამ ჩანაწერების შექმნა, მისულიყავი იმ ადგილას და ასე შემდეგ. როცა დაიწყეს ურთიერთობა? ეგრევე იცოდი? კი. როგორ გაიგე? როგორ გავიგე და არ დაუმალია ჩემქმარს. ეს ქალბატონმა არ იცოდა, თორე ჩემ მეუღლეს არც დაუმალავს. რა რეაქცია გქონდა? მე? ხო, პირველად რომ გაიგე. აი მოიწვია ვინმე კარგი გულის ექიმს რა ქვია, კარდიოლოგი. მოიწვია ვინმე კარგი კარდიოლოგი და მასთან ერთად მე მოგიყვები როგორ იწყება პირველ ეტაპებს გეტყვი ინფარქტის. და მისთვისაც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ არ მგონია ესე გემრიელად ვინმე მოუყვეს კარდიოლოგს რას ნიშნავს პრე-ინფარქტის პერიოდი. აი მართლა გულწრფელად გეტყვი, რა მჭირდა, აი მეგონა რომ გული მისკდებოდა, ისე ცუდად ვიყავი. ვერ გეტყვი კონკრეტულად რა მткиოდა, მაგრამ მეგონა რომ გული გამიჩერდებოდა და ეს 3 დღე გაგრძელდა ეს ყველაფერი და მე მივხვდი რომ სადღაც უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ხა ამის სმენა და ყურებაში გაუსაძლისია. შენ თქვი რომ როდესაც შევუსწარიო, დაიწყო შანტაჟიო. რას გაშანტაჟებდა? რა თემაზე? რა ვიცი, მილიონი. აქ შანტაჟზე იცი რა არის? ერთია რომ მაშანტაჟებდა, გონია რომ მეშინია და მეორეა მე მეშინია თუ არა. ზოგადად არაფრის არ მეშინია ამ ცხოვრებაში. ერთადერთი რისიც მეშინია არის საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მეტი არაფრის არ მეშინია, მართლა გულწრფელად. არავისი არ მეშინია და არაფრის არ მეშინია. შესაბამისად თავიდანვე არასწორი გათვლა ქონდა. ის რა ცხოვრებითაც ცხოვრობს, აქამდე რო აშანტაჟებდა ვიღაცეებს და ბევრი გამოჩნდა ეგეთი და მომწერეს მე მათ თავისი ისტორიები და ნუ ერთადერთი ხარო ვინც მოუგეო. იმიტომ რომ ჩვენ ვერ გაუძელითო, ისეც გვიშვებოდაო მერეო და შესაბამისად აი ეგ იყო არასწორი. ეთქვა ჩათვალო ხა ამასაც და მოუგვარებ ყველაფერსო და ძალიან არასწორად გათვალა. გამორიცხულია ჩემთან შემოხვიდე ბრძოლაში და ომში და შენ მე მომიგო. ჯერ ესეთი მორიელი ვარ მეგობრებო და ვინც მორიელია, ეხა მიხვდება რაზეა ლაპარაკი. ჩვენ სხვა სუნთქვა გვეხსნება, როდესაც თან პლუს უდანაშაულო ხარ და კიდე ცდილობენ რომ რაღაცა დაგიზიანონ. ამიტომ აი რაც უფრო მეტს მოძრაობდა, მით უფრო მეტ არასწორ ნაბიჯს დგავდა.
შესაბამისად ეს შანტაჟი ჩემთვის ნუ აი რა ვიცი ახლა მე რომ ცოდნოდა მისმა მეგობრებმა როგორც მომიყოს რომ ფსიქიურად არ არის სტაბილური ამბავი მის გარშემო რომ ცოდნოდა მისი ეს მდგომარეობა ფსიქოლოგიური მართლა გეუბნები ამდენს კი არ ვინერვიულებდი ნუ შევხედავდი რომ ნუ არ არის კარგად და მოსალოდნელიც არის მისგან აი ესეთი ნაბიჯები მაგრამ ისე კარგად ყავდა თავისთავად შეფუთული რომ რა ვიცი არ მაგაზე არ მიფიქრია და ეხა უკვე ხვდები რომ არ მაქვს ნორმალურ ადამიანთან ბრაზდები ახლა შენს თავზე როდესაც გავიდა პერიოდი და აანალიზებ რამდენი ინერვიულა არა მე არ ვიცი სინანული რაღაცების რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში აუცილებელი იყო ესეც, იმიტომ რომ აი დღეს რო შემოვედი შენთან თქვი რომ რაღაც სხვანაირად გამოიყურებიო. ეს ყველაფერი ამის ხარჯზე მოხდა. გავიზარდე. ძალიან გავიზარდე, იმიტომ რომ მივხვდი ძალიან ბევრ ამას. თან ნახე როგორ არის, როდესაც რაღაცა ხდება შენს ცხოვრებაში, ავტომატურად ვიღაცები მიყვებიან ამ სიტუაციას. ცი რამდენი მიყვა რა, ვიღაცა ვინც არ მეგონა ის მიყვა ამ სიტუაციას. და კარგია, ფილტრაცია მოხდა. მერე როგორ არის, ცი რაღაცა ცუდი რო ხდება, ხა არ ვიცი, სხვის ცხოვრებაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში, როდესაც რაღაც ძალიან მტკივნეული ხდება, ყოველთვის მერე რაღაცა ბონუსად ღმერთი მიგზავნის ხოლმე დიდ სიხარულს. ეს დიდი სიხარული ჩემ ცხოვრებაში მოვიდა და ისევ უფრთხილდები ამას, რომ აი ალბათ ვიზუალურადაც მეტყობა, ძალიან დამშვიდებული და ძალიან დაწყნარებული, საერთოდ სხვანაირად შევხედე ამ ცხოვრებას, იცი? მადლობელი ვარ ყველა იმ წამისთვის, რაც ღმერთმა გამომიგზავნა 2025-ში და ყველა იმ დღისთვის, იმიტომ რომ რაღაცა დასრულდა, რაც არ მინდოდა, რომ ჩემ ცხოვრებაში ყოფილიყო და დაიწყო ის, რისთვისაც მართლა აქ მთელი ცხოვრება რო ვოცნებობდი, ის დაიწყო ჩემ ცხოვრებაში და რას ლაპარაკობ, თუ ესე უნდა მენერვიულა ამის გამო, კიდე 20 ჯერ გავივლი ამ ამბავს. არ გვინდა არ გვინდა ხო, მაგრამ აი თუ ეს ყველაფერი ამის ხარჯზე მოვიდა ჩემ ცხოვრებაში, მართლა მზად ვარ, რომ კიდე გავიარო. სალომე, რამდენი ხნის შემდეგ დაშორდით შენ და შენი მეუღლე ამ სამბავი როდესაც რამდენი ხნის მერე იმ დღესვე დავშორდით მე და ჩემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი რომ ერთი თვე კიდევ ერთად ვცხოვრობდით ხო? კი, არა, ვცხოვრობდით, იმიტომ რომ იცი რა, ხა სახლიდან წადი და გავაგდე ჩემონები გავგდე და ნუ აი რა, ხა ბავშვი ხო არა ვარ. ამხელა ჯერ ეს ერთი ნახე როგორ არის, როდესაც სახლში დავბრუნდი პირველი რაც შემეგება იყო ჩემი შვილის 4-ვეს თვალები. გაოგნებულები იყვნენ, იმიტომ რომ თუ აქამდე რაღაცა უსიამოვნებები ხდებოდა ჩვენს შორის, არასდროს არ ვაგებინებდი ბავშვებს. ნუ არ ვიცი, ეს რაღაცნაირად ჩემი დიდი მოთხოვნა იყო, რომ ბავშვები არასდროს არ ყოფილიყვნენ ინფორმირებული ჩვენი რაღაცა ეს პატარა კონფლიქტის. იმიტომ რომ მე შენ რიგდები და იმ ბავშვი რჩება მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ გულწრფელად ვამბობ, მამაჩემი და დედაჩემი მისნაირი წყვილი იშვიათად გიждდებოდნენ ერთმანეთზე, მაგრამ ეხლა როგორც ყველა ოჯახში ზოგჯერ ჩხუბობდნენ, ზოგჯერ ხმას უწევდა, იქ დედაჩემი შეიძლება ყვიროდა, იქ შეიძლება მამაჩემს აეწია. არაფერი მეორე წუთას იყვნენ იდეალურად უყვარდათ, დაძდებდნენ ერთმანეთს და მე დღემდე მაქვს აი ეს რაღაც ჩარჩენილი, რატო არ ვიცი, რაღაცა ძალიან მოქმედებდა და ეს რო ვიცი საკუთარი თავიდან და საკუთარ თავზე გამოცდილი რომ აქ საერთოდ არ მინდოდა რომ თან ბიჭები 3 ბიჭი მყავს და საერთოდ არ მინდოდა რომ მათ ან გაეგოთ ან ენახათ ეს ყველაფერი. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ამერიდებინა ამ ყველაფრისთვის. და ეგ იყო რა რომ მოვედი სახლში და რომ დავინახე, ხმა არ მომიღია, ძალიან მშვიდ და წყნარად, მე ჩემ ოთახში შევედი და ვუთხარი რამდენი დროც შენ დაგჭირდება, როგორც გადავწყვეტავთ ორივე, გადავწყვეტ ორივე, ისე დავიშალოთ რა, ცივილურად და ნორმალურად. ეხა აქ მე ეხა სკანდალი და ლეწვა, აი რას ცვლის, არაფერს. всё, გადაწყვეტილება მივიღეთ, უნდა გავშორდეთ და როგორც გაგიხარდება, გინდა აქ ბოლომდე ვიყოთ და ნელ-ნელა დავიშალოთ, გინდა გადადი ან მე გადავალ, რა ვიცი, სულ ერთია ჩემთვის. ამიტომ ბავშვებმა აი ეს პერიოდი კი, თვითონ წავიდა. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ? რა ვიცი, როგორიც ადრე ქონდა ისეთი. ვიხდი რომ პროსტა გავშორდი, უბრალოდ გავშორდით. ჩვეულებრივი.
მეგობრული თუ ნუ ეხა მეგობრობას ვეძახი, მე სხვა რაღაცას, რო გიყვარს გენატრება და მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია და არც ერთი არ მაქვს მასთან დაკავშირებული ეხა ამ ეტაპზე. უბრალოდ ნუ ეხა შვილები გვყავს რა. ძალიან ღიმილით საუბრობ და არის შესაძლებლობა რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ერთად იყოთ. არა, გამორიცხულია. იმიტომ კი არა, ეხა ისე არ გამიგოთ, უარესები გაუკეთებიათ შეიძლება და ბევრად ჩემზე მაგარ გოგოებს უპატიებიათ. ვიცი რა, ეგეთი შემთხვევები და ეხა მე არ მინდა რომ მაგალითი ვიყო ვიღაცის, ვინც უყურებს ამას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპატიოს თავის ქმარს, რა სისულელეა. ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველამ ისე უნდა გააკეთოს თავის ცხოვრებაში, როგორც მისთვის კომფორტულია. თუ გეპატიებათ, უნდა აპატიოთ აუცილებლად. რამდენადაც ძიმე დანაშაული არ გქონდეთ თქვენ ქმარს ან მეორე ნახევარს ჩადენილი, თუ თქვენთვის კომფორტულია, უნდა აპატიოთ. ჩემთვის არ არის კომფორტული მისი პატიება. არა იმიტომ, რომ ეს პრინციპი არა, ხო, არა იმიტომ, რომ ქალთან მიღალატ, არა. მეგობრობაში მიღალატ. მე მეგობრობაში ვერ ვპატიობ მას ხალხს, თორე ეხა ეგეთი კატეგორიის ქალები იყვნენ სამწუხაროდ მის ცხოვრებაში და ალბათ ეხლაც იქნება ბევრი, იმიტომ რომ უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ მე მეწყინა მეგობრობაში ღალატი. ჩვენ მეგობრობდით ძალიან 15 წელი არ არის 15 დღე და არც ერთი წელია და არც ორი 15 წელი ჩემი ცხოვრების, რა ვიცი, ნახევარია. გააზრებული ცხოვრების ნახევარია. და აი ამ 15 წლის განმავლობაში რამდენი რაღაცა გადაგვიტანია, ისეთი ჩავარდნები ქონდა მას, თუნდაც ბიზნესური თვალსაზრისით რაღაც ისე იყო გავრცელებული, რომ აუ ძალიან ფულიანი მე და რახან შეიქმნა ეს იმიჯი, მე ბოლომდე ხელი შეუწყო მას, რომ ის ესეთი ყოფილიყო. და დღემდე თუ შევძლებ, კიდე შეუწყობ ხელს, იმიტომ რომ ჩემი შვილების მამაა და მე მინდა რომ ის კარგად იყოს. შესაბამისად, აი ეს ჩვენი ცხოვრება ისე წავიდა, რომ აი როგორ გითხრათ, ძმაკაცი უფრო ვიყავი შეიძლება ვიდრე ცოლი. დაუძმაკაცდი. ყველაფერში გვერდში ვედექი და გამორიცხულია აი ხა მასთან რო იყოს საშუალება, რომ მას იგივე კითხვა დაუსვა, აუცილებლად მაგას გეტყვის, რომ კაცივით ვედექი გვერდით. და ეგ მეწყინა, როდესაც მე შენ კაცივით გვერდით გიდგავარ და ცოლური რაღაცა ისტერიკებსაც არ გიწყობ. ბოლომდე შენ გვერდით ვარ. აი მან მგონია, რომ აღარ უნდა გამიკეთო ეგეთი რაღაცა, ხო? არა, გაბედვაზე არ არის ლაპარაკი. არ უნდა აი ეგ ღალატი მეწყინა, თორე მაგაზე ხა დიდად რო გითხრა, აუ, ხა დავინახე რომ ქალს ელაპარაკება და არა. რა რეაქცია გექნება რომ გაიგო რომ ისინი ერთად არიან? ძალიან გამეხარდება. მართლა ძალიან გამეხარდება. აი ხარ. ღმერთს ვთხოვ რომ ერთად იყვნენ. იმიტომ რომ მაგაზე დიდი საისჯელი აი არ ვიცი, მე რაღა უნდა უზურვო. აი ჩემი დიდი ოცნებაა 2027 წლის. კი არა და ეხა ახალი წელი რომ 26 რო დასრულდება, ალბათ ერთ-ერთი ოცნება ეს იქნება. ერთ-ერთ გადაცემაში თქვი რომ მეორე მეუღლეს ოდესაც დავშორდიო, ხალხი გამომეცალაო. კი. ახლა როგორ არის ეგ თემა? არა. ეხლა რა ხდება, იცი? მეგონა რომ პრემიის ლაურეატი სალვეგო, ანუ აი ხალხო ვერ წარმოგიდგენიათ რა რაოდენობის ხალხი მირეკავდა, მწერდა, მოდიოდა, ანუ სულ მაგას ვამბობ და სადაც შესაძლებლობა მაქვს, სულ მადლობას ვიხდი. როგორ დავივიწყებ იმ ადამიანების სატელეფონო ზარს, როგორ დავივიწყებ იმ ადამიანების მოწერილს, ან გვერდში დგომას მე ვერ აგიღწერ. ერთხელს დავჯექი და რომ გავხსენი ინბოქსი, დაახლოებით 1000-ზე მეტი წერილი მქონდა მოწერილი და თან მინდა რომ ყველას უპასუხო, ყველას მადლობა გადავხო და ბოლოს მივხვდი რომ ისტერიკა მაქვს. ყველას დავაკოპირე და აი ერთს რო დააკოპირე, ხო ნინო დიდი მადლობა და ვიღაცა კაცი რო გწერს და ნინო დიდი მადლობა რომ უგდა. შოქში ვიყავი. ამისთვის აი როგორი დიდი მადლობა, იცი? როგორ გითხრა, იმ ნერვიულობის ფონზე რომ კინაღამ გავგიჟდი და გავაფრინე ისე ნერვიულია ეს პერიოდი. აი ისეთი სიყვარული წამოვიდა უცბად გვერდით რომ გამოვიხედავდი და ხვდებოდი რომ არ მიამიდგას უკან ვამბობდი რომ აი სო კარგად არის ყველაფერი ყველაფერი დაინახა ყველა მიცისყებ აი რაღაცა ის ქონდა აი ბავშვებთან უფრო მინდოდა რომ ეგრძნოთ რომ მარტო არ ვართ იმიტომ რომ იცი როგორი მომენტია მაინც გინდა არ გინდა მე არ მყავს ძმა მე არ მყავს მამა მე არ მყავს ბიძა არავინ კაცი არ მყავს
რა უბედურებაა, მართლა არავინ არ მყავს. კაცი გვერდით არ მყავს. აი ხო არის რომ რაღაცა მოხდება შენ ცხოვრებაში და დაურეკავ და მოვა ბიძაშენი ან მოვა რაღაც წახვალ მამასთან თავს დაადებ და იკრებ. მე არ მყავს არავინ. შესაბამისად ერთადერთი მამაკაცი ჩემ ცხოვრებაში, აი როგორ გითხრა, სწორედ მინდა გამიგო, ჩემი ქმარი იყო. ვისი იმედიც, მეტნაკლებად თუ უნდა მქონოდა, იყო ჩემი მეუღლე. და უცბად რომ აღარ არის, ძალიან გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, რომ აი ძალიან ძლიერი ვარ, მე თვითონ ყველაფერს გავაკეთებ, მაინც რაღაც მომენტში მარტო შენთან რჩები, გჭირდება. და უცბად რომ აღმოჩნდა ერთ წამში, რომ ის აღარ არის, ძალიან გამიჭირდა. მაგრამ ამის კომპენსირება გამიკეთა იმ აურაცხადი რაოდენობის ადამიანებმა, უცნობებმა თუ ნაცნობებმა თუ ვერ გეტყვი, აი მართლა საზღვარგარეთაც რო რაკავიც. არ ვიცი, მე არ ვიცი ადამიანი, ვისაც არ ქონია ჩემთან დარეკილი მაგ პერიოდში და აი როგორი დიდი მადლობა ყველას. არ ვიცი, ალბათ ამბალი და ვერასდროს ვერ ამავალ და სულ მახსოვს მე ეგეთი ხასიათი მაქვს, არასდროს არ დაგივიწყებთ. ანუ ჩვეულებრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პოპულარობის ძალიან დიდი და ახალი ტალღა შენს ცხოვრებაში. სხვანაირად მერჩივნა. მაგრამ ხო, რა ვიცი. ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე შენს პოსტებს სოციალურ ქსელებში და არაერთხელ შეგიგრძნია ბულინგის ტალღა. რას ფიქრობ, მართველი პარტიის, მართველი ძალის მხარდამჭერი რომ არ იყო, ბულინგის რაოდენობა ნაკლები იქნებოდა? კი. ან შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო. მაგრამ აი აქაც ვეჯახებით რას იცი, ერთგულებას და არ მომბეზდება ამაზე საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის ერთგულება. ძალიან მინდოდა ამ თემაზე სხვათა შორის ლაპარაკი და მადლობა რომ ეს კითხვა დამისვი, იმიტომ რომ სულ ლაპარაკობ ან ჩაქუჩზე და ან ჩემ გაშორებაზე ძალიან დავიღალე უკვე. ნახე აქ რა ხდება ბატონ ბიძინასთან ჩემ ოჯახს აკავშირებს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა. ჯერ არავინ არ იცოდა ბატონი ბიძინა, როდესაც ჩემი ოჯახი მის ოჯახთან მეგობრობდა. შემდეგ ისე სამწუხაროდ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ მე დამჭირდა დახმარება. და ვიღაცები რომ ამაზე დღეს საუბრობენ, აი მაგიტომ რა. ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, იმ ადამიანის მე ასე ვთვლი, მადლიერი უნდა იყო. მე პარტიის გულშემატკივარი კი არ ვარ. მე ამ კაცის გულშემატკივარი ვარ. კაცის, რომელმაც ცხოვრება გადამირჩინა. კაცის, რომელმაც ჩემი შვილები გადაარჩინა. კაცმა, რომელმაც ძალიან ბევრს ჰქონდა საშუალება. აი სწორედ გამიგე, რა ვიცი, აი ბანკში რომელშიც იყო იმ მომენტში ის სესხი ჩემი, რომელიც მაკარგინებდა სახლს, ყველაფერს აბსოლუტურად ცხოვრების აზრს რომ მაკარგინებდა. იმ ბანკის უფროსი მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი იყო. მე მასაც ვთხოვე, რომ ის კი არ მithოვია, რომ ვალი მომიხსენითქო. მე უბრალოდ ვთხოვე, რომ 20 წელზე გაეკეთებინა, რომ რაც ძალიან მარტივია დღეს სესხი რო კეთდება, 20 წელზე ჩვეულებრივად აკეთებენ. ანუ ეს აპრობირებული თემა იყო, არ იყო ის რომ რაღაცა მოვიგონე მე თვითონ. უბრალოდ ვთხოვე, რომ 20 წელზე რომ გადავხდელ უნარიანი ყოფილიყავი. და ვითომ ვერ გაიგო. ანუ კაცი რომელიც თავსდებდა რომ ძალიან ახლო მეგობარია და მამა ჩემი და იქ რაღაცა ცოტა რაღაც ისტორიებს რო ყვებიან და ხო ჩემი თავგასა ეს მოიხსენიებდა და აი ამ კაცს მე თვითონ ძალიან მომერიდა და მამა ჩემის ერთ-ერთი მეგობარი მივიდა და თხოვა რომ აი ძალიან ცუდ დღეში არიან, ოჯახი გარეთ რჩებაო და იქნებ 20 წელზე გადავანაწილოთ იგივე სესხი რაც შენ ბანკში დევსო და ანუ ეხა ვერ ვისაუბრ მაგას. ანუ აი მე გეუბნები რამდენმა ადამიანმა მიყალა და მერე იყო პერიოდი რომ მივედი ძალიან ახლო მამაჩემის მეგობრებთან და ვთხოვე რომ იქნებ რამენაირად აი რაღაცნაირად სხვა საკრედიტო რაღაცა მოკლედ რაღაცა ბევრი რაღაცები ხوارი გახსნენ იქ გადაგვი ანუ მოკლედ ხა არ ვიცი ხა მარტო ვიყავი პატარა გოგო და დედა და ბავშვები და ხა კიდევ ამბობ რომ მე კაცი გვერდით მაშინ არავინ არ მყოლია ვინც რაღაცნაირად დამაკვალიანებდა
იცი რამდენ ადამიანს თხოვე დახმარება? ოღონდ სწორედ გამიგეთ, ჩემთვის ეს იყო სიკვდილი. დახმარება არასდროს არ მithოვე, რომ ფული მომეცი, რომ ვალი გავისტუმრო. არა, სხვადასხვა ხერხებს ვეძებდი, რომ იქნებ რამენაერად ეს სესხი, რომელიც მართმევდა სახლს, რაღაცნაირად გადამეთამაშებინა ისე, რომ შემეძლო ამის გადახდა. არავინ, საერთოდ არავინ არ გამოჩნდა. ერთადერთი იყო მე ეს ადამიანი, რომელთანაც მივედით და ის კი არ ვთხოვე, რომ ვალი მომიხსენითქო. იგივე პრინციპით, რომ იქნებ რამენერად შევძლოთ ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადატანა და გრძელვადიანი სესხის გაკეთება, რომ გადავიხადო, იმიტომ რომ მაშინ მუშაობდი ალბათ 50 სამსახურში. ვერ წარმოგიდგენთ, საერთოდ ღამე არ ვიცი როდის მეძინა. და რაღაცას ვაგროვებდი და რაღაცას შევძლებდი, რომ გადამეხადო. ეხა ამ სიტუაციაში რომ ადამიანი აბსოლუტურად არ იყო ვალდებული რომ გაეკეთებინა ჩემთვის რამე. არავინ არ არის ზოგადად არავის ვალდებული რომ ამე უკეთოს. მით უმეტეს, აი რატო შენ თვითონ ვერ გათვალე სწორად, არასწორ ადამიანს გაყევი, ეს დაგემართო და ეხა შენ თვითონ გადაიხადე ის, რის გამოც შენი ოჯახი ეხა ამას ჩააგდე, ხო? ეს პასუხიც რო გაეცა, თავს დავხრიდი და მივიღებდი, ხო? ეხა არ არის ვალდებული. ულაპარაკოთ ადამიანმა და აი არასდროს არ დამავიწყდება. დამირეკა და მითხრა რომ ბავშვობაშიო კოშმარიო მქონიაო გესიზმრებოდაო და აი მე ვერ მივხვდი ხო იცი რა შუაში ხა კოშმარი ბანკი ვარ მე ვთხარი კი მეთქე ვინ გესიზმრებოდაო და აი ვიღაცა ქალი მართლა იყო ესე რომ მესიზმრებოდა რომ ვიღაცა ქალი მოდიოდა სულ ხო და ჩათვალეო რომ ეს კოშმარი დღეს დამთავრდა შენ ცხოვრებაში და ეხა ვიცხოვრეო მშვიდად და ეხა აი ამის მერე გეკითხებით მე პლაკატით რუსთაველზე მიშას გავუმოჭ როგორ უნდა ვიდგე მიშა კი არა სულ რო გაგიჟდეს და გადაირიოს მაინც სულ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. ანუ თუ ამას ადამიანი ვერ ღებულობს ჩემ გვერდში დგომას და აკავშირებს პოლიტიკას, სუფეხზე მკიდია პოლიტიკა. საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვერევი პოლიტიკაში. ვიცი რომ ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგი იქნება, მე იქ ვიდგები, ვიცი რომ ქოცი იქნება თუ ნაცი იქნება, არასწორი ადამიანი ერთნაირად უნდა დაისაჯოს. ჩემც არ აქვს, შენ გონია ეხა ყველა მომწონს, აქეთ ვინც არის, არ მომწონს ყველა. და ამას ღიად ვლაპარაკობ. ძალიან მქონია ისეთი კონფლიქტური სიტუაცია ერთ-ერთთან. ვისთან? აღარ დავასახელებ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ისჯება, ეხა ზემოდან კიდე დამატება აღარ არის ეჭირო. მქონია და მას დღემდე არ ველაპარაკები და მე ჩემი აზრი მაქვს და ყოველთვის ღიად ვაფიქსირებ ჩემ აზრს. მე არა ვარ რაღაც აი ფანატიზმში რო ვარდებიან, რომ იმიტომ რომ აქეთ არის აუცილებლად კარგი უნდა იყოს. არ არის ეგ სწორი. და ვამბობ და ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს აქეთ ამ მხარეს. ძალიან ბევრი. მარტო ის შენიშვნა მაქვს, რომ პიარი აქვს ნოლზე. მე რო ვიცი რა კეთდება. შენ რატო არის? იმიტომ არის რომ არაწვდიან სწორად. არაფერს არაწვდიან. ეს არ არის მეცენატობა, ეს მეცენატობა ხო არ არის პოლიტიკა, რომ რაღაცა გააკეთო შენთვის იყო ჩუმად და ამაზე არ ილაპარაკო. უნდა ილაპარაკო. იმიტომ რომ მოსახლეობა უნდა გაიგოს რეალურად შენ რას აკეთებ. და აი ამ უცოდინრობაში რო ვარ და ამ გაურკვევლობაში, იმიტომ ამდენი კითხვის ნიშანი, იმიტომ ამდენი აგრესია. მე მოკლედ ეხა პოლიტიკას ვისაუბრებთ, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, მე ქართული ოცნების კომაგი კი არ ვარ, მე ვარ მისი ასე ვთქვათ, ლიდერის კომაგი, ადამიანურად დამყავს. მე ბატონი ბიძინას, როგორ გითხრა, მადლიერი ვიქნები, სანამ სული მიდგას. იმიტომ რომ მან გადაარჩინა ჩემი ცხოვრება, ჩემი შვილები და პირადად მე და ამას მე კომენტარს რო უწერენ, რომ შენ რო გადაგარჩინა, სხვები რო ანუ რა შუაში? თუ მეკითხები შენ რატო ხარ ესე, მე პასუხობ და ეხა იქ თუ არასწორად მოიქცევიან მისი თანაგუნდელები და თანაპარტიელები, ეს არაფერ კავშირში არ არის მეს და მის ურთიერთობასთან. ამიტომ როგორც შენ თუ რაღაცას ცხოვრებაში ოდესმე მე ხელს გამომიწვი, შენი ბოლომდე მადლიერი ვიქნები, სანამ სული მედგება და რავი მგონია რომ ეს არის ნორმალური ურთიერთობა და ნორმალური დამოკიდებულება ადამიანთან. ყველა ესე რომ იყოს, დამიჯერე უკეთესად იქნებოდა დღეს ყველაფერი. ცოტა მეტი პოზიტივი გამოხატონ. მეტად შეიყვარონ ერთმანეთი, დამიჯერე საქართველოს კი არა, ზოგადად სოფლიო გადარჩება, იმიტომ რომ ისეთი ნეგატივი ტრიალებს
საქართველოში არ ვიცი ეს სოციალური ქსელის ბრალი, ალბათ სოციალური ქსელის ბრალია, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში საერთოდ არ იყო არც Facebook-ი, არც TikTok-ი და არც Instagram-ი და ყველას უყვარდა ერთმანეთი. შეიძლება ზურგს უკან რაღაცებს ლაპარაკობდნენ არ ერთმანეთს. მგონია რომ ყველას უყვარდა, უბრალოდ მაშინ არ გქონდა წვდომა ამ ინფორმაციასთან ხო, და არა, მეტი სიყვარული იყო, იყო. მეტი ურთიერთგაგება იყო, სხვა ურთიერთობები იყო. ეხლა რომ შეუძლია რომ უცნობ ადამიანს დაგიწეროს, რა ის გავხარ? გწყინს, როდესაც გწერენ ასე. არა, ნუ ხა რო შედიხარ და რო ხედა ვინ გწერს ამას, ნუ ხა გამორიცხულია რომ იმისგან გეწყინოს, იმიტომ რომ იმან არ იცის სილამაზის არც აღქმა და არც უშნეობის აღქმა, იმიტომ რომ რო იცოდეს უშნეობის არ გაიკეთებდა იმ გვერდს თვითონ. ამიტომ ხა იმისგან როგორ უნდა გეწყინოს? ეს არის უკულტურობის, გაუზრდელობის, ხა ხო ხვდები ის რა პირობებშია გაზრდილი, რომ თავს იმის უფლებას აძლევს, რომ შენ უცნობ ადამიანს, რომელსაც არაფერი მისთვის არ დაგიშავებია, შემოგივარდეს და დაგიწეროს ეგეთი რაღაც. ეგ იგივეა ხო ქუჩაში რომ მიდიოდე და მოგვარდე და რას გავხარ, რაჩაცმული ხარ, ვინა ხარ? აი, ხო ამას ყარავინ არ გააკეთებს. ამას კიდე სხვა სიმამაცე ჭირდება და ეხლა იქ რაღაცა დავწერე, მე რეგონია რომ შენ მე ვერ მომძებნი, არ იცი ვინა ვარ, ამ დროს ხა ნუ ძალიან მარტივია, ყველაფერი ვიცით. მე რაღაცას რომ მიაჭერდა თავის საკუთარ ცხოვრებაზე პატარა, აი ხა იმ დღეს ჩემ მეგობარს ვიღაცამ კომენტარი დაუწერა, რომ რაღაც ეს თიქილიკით და ცოტა შეურაცხყოფა მიაყენა და ძალიან კულტურულად მიუწერე, რომ არ გწვენია მეთქი, ქალბატონო ნინო მეთქი, თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარე. თან ხო იცით მეთქი, რომ თბილისი პატარა და ვიცით ყველა. თქვენ როგორ ბედავთ მეთქი, აი ამას უწერთ და წაშალა კომენტარი. აი, ნუ რა საჭიროა ეხლა, რომ ყველა სხვა მიუთითებ. ამიტომ ხა მათ კომენტარებს სერიოზულად რა თქმა უნდა არ ვღებულობ, უბრალოდ ძალიან მინდა რომ ყველა იყოს დასაქმებული, დაკავებული, მეტად მიხედონ თავის პირად ცხოვრებას, რომ არ ქონდეთ იმის დრო, რომ ვიღაც სალომეს, რომელიც არ მოწონთ, იმას უწერან კომენტარი, მეტი არაფერი. საოცრად რევანშისტი ვარ. როგორ გამოიხატება შენი ეს რევანშისტობა? მიყვარს სამაგიეროს გადახდა. რა ვქნა მიყვარს და ბოლო მაგალითი. ან ყველა ვის გადაუხადეს სამაგიერო? იცი რა, ეხა ნახე, მე კი არ ვჭდები ეს და კი არ ვფიქრობ, რომ ეხლა მე დღეს ეს და არა, ამას არ ვშვები, რა თქმა უნდა. ავტომატურად, რა ვიცი ეხლა რაც აქამდე მიცხოვრია, ყოველ შემთხვევაში ეს ასე ხდება. ძალიან რომ ვიღაცა გულს მტკენს, არ არსებობს, რომ არ დაისაჯოს, იცი? ეხლა მორიელები უფრო მიხვდებიან, გამიგებენ, იმიტომ რომ სხვათა შორის ნანუკა გულუაც მორიელია და საუბრობდით იმ დღეს და აი გულწრფელად ვამბობ, ვიღაცა ძალიან რომ მაწყენით, მე ვზივარ და ესე პიჯორს ვიწერ ხოლმე, რომ ოღონდ ისეთი ცუდი რამე არ დაემართოთ, რომ ბევრჯერ მქონია ეგეთი რაღაც, რომ მერე გამიგია და აი ხო იცი რომ არა იმედია რომ ჩემ გამო არა და სულ ღმერთს პატიებას ვთხოვ რომ ხო ჩემ გამო ხო არა სულ აი ამას აი ამ იმაში ვარ მე რაღაცა კიდე აქეთ ვიდანაშაულებ თავს მაგრამ თუ მაწყენინი არასოდეს არ დამავწყება და აი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები ჩასაფრებული რომ სადმე ფეხი რო დაგიცდება და მე იქ ვიქნები რა ეგ მაგი რა ვქნა ნუ ისე ვერ ვისვენებ ახლა ყველას გადაუხადე სამაგიერო თუ არის ესეთი ადამიანი ვინც სიაშია იცი რა არის ეხლა იმდენად დამშვიდდი გადავასხვაფერე ჩემი ცხოვრება რომ ამისთვის არ მცალია ახლა გაკვირდები წეღან ჰარმონიაც ახსენე ბედნიერებას მგონი კაცი საერთოდ არ გჭირდება გვერდით რა სისულები იმ პერიოდში სულ სხვანაირი ვიყავიო და ახლა უფრო ბედნიერი ვარო სხვა რაღაცებზე გადავერთეო მგონი აი შენ თვითონ უფრო მართავ შენს ცხოვრებას ბედნიერებისკენ ბედნიერი ხარ როდესაც სწორი ადამიანი ყავს გვერდით აი მაშინ ხარ ბედნიერი ძიებაში ხარ ახლა სწორი ადამიანი მე ძიებაში არასდროს არ ვარ არ მომწონს ქალი რომელიც ძიებაშია არ მომწონს ეთყობა იმ ქალს რომ ძიებაშია და არ მომწონს მისი გარეგნება ხოლმე იმიტომ რომ ძალიან ეთყობათ ქალებს როგორ გამოიყურება სხვა ჩვენს მასეთი ქალი რო დამთავრდება გადაცა ფოტოს მოჭრება ძალიან ეთყობათ და ხა ყველას ქონია ეგ პერიოდი ალბათ ქალებს ყველას ქონია მეც ქონია რა თქმა უნდა და ეხა აქედან რო უყურებ არ მომწონს სალმე კი მითხარი რომ არაფერს არ მეშინიაო თუმცა ტრადიციული
კითხვა ჩემი გადაცემის ბოლოში ყველას ვაკითხები, რისი გეშინია. მაინტერესებს დას მიპასუხებ. აი, რისი მეშინია და აი ერთადერთი რისიც ეხლა ამ გადმოსახედიდან მოკლედ არის ჩემ ცხოვრებაში რაღაცა ეტაპი, სადაც რაღაცა მაქვს დასასრულებელი რა, დავიწყე და ის უნდა დავასრულო. ოღონდ ის დასრულება ვფიქრობ, რომ სადღაც ესე მინდა ყოველ შემთხვევაში რომ 80 წლამდე უნდა გაგრძელდეს რა. ის დასასრული უნდა იყოს. აი ხო ძალიან საინტერესოა, აი 80 წლის რომ მოვალ ინტერვიუზე მე გეტყვი. 80-დან შემიძლია ვთქვა, რომ ეხა ნებისმიერ დროს არ არის პრობლემა. აი ერთადერთი იმის მეშინია, რომ ეს არ გაწყდეს. მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე ეს ხაზი ეხა მე რაც მაქვს დაწყებული, ეს გაგრძელდეს. აი ამის გაწყვეტის მეშინია ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ყველაფერი მაქვს ამაზე აწყობილი. და აი ამის შიში მაქვს ერთადერთი და ხო იცი როგორ არის რაღაცის რო გეშინია ყოველთვის ისე ხარ და აი ღმერთო სულ მაგას ვამბობ რომ არც ვფიქრობ მაგაზე. იმიტომ რომ მინდა რომ აი ისე მივიყვანო იქამდე როგორც დავიწყე. ერთადერთი მაგის შიში მაქვს, რა მეტი არაფრის ნამდვილად. მადლობა. პირიქით, მადლობა შენ.